განცხადება ერთობლივ გავითვალისწინებთ იმ წინააღმდეგობებს, რასაც სექტემბერს 11 პოლიტიკური პარტიის საერთო შეთანხმებებისა და ერთობლივი ძალისხმევით. Thus, the lack of tangible progress in terms of violence against women is that 2015 is the year of Justice Sulukuyani. And very important, on the 18th of March in New York, მანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამაში გვეხმარება ძალიან ნიმდი და მას მადლობა, რომ დღესაც მოგვცა საშუალება, რომ შევიკრიბოთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. ეხლა რა არის იმის განმაპირობებელი, რომ ესოდენ გაიზარდა ზოგადად ძალადობა და მათ შორის ქალთა მიმართად ძალადობა. ამას რამდენიმე ასპექტი აქვს, შეიძლება გამოიყოს მნიშვნელოვანი ის, რომ საჭირო არის გარკვეული ცვლილებების შეტანა აღზრდაში, აუცილებელი არის განათლებაში დაეთმოს სათანადო ადგილი ამ საკითხებს და რაც ძალიან უწყობს ხელს და ქმნის სასურველ გარემოს იმისთვის, რომ ძალადობამ იმატოს, ეს გახლავთ ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გარემო, რომელიც დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, რომ საკანონმდებლო ბაზაც იყოს შესაბამისად შეცვლილი, რათა შემცირდეს ძალადობა ქვეყანაში. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს 21 საუკუნეში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხი, როგორიც არის ქალებზე ძალადობა. ამას ადასტურებს ის სტატისტიკური მონაცემიც, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა, როდესაც 20-ზე მეტი ქალი იყო მოკლული ძალადობის შედეგად. აღარავითერს ვამბობთ იმ ძალადობის ფაქტებზე, რომელიც ასეთი ფატალური შედეგით არ დასრულებულა, ან უბრალოდ არ გახმაურებულა. პრობლემა არის ძალიან მასშტაბური, ამდენად მნიშვნელოვანია მასზე ერთობლივად იმუშაოს სახელმწიფომ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია. კონფერენცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასში მონაწილეობს 11 პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტიები ვაფიქსირებთ ჩვენს ხედვებს ქალებზე ძალადობის თემასთან დაკავშირებით და მუშაობთ ერთობლივ რეზოლუციაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქალებზე ძალადობის აღმოფხვრას. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, რა თქმა უნდა, გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ძალადობას ქალებზე და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.